ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო. ჟურნალისტი ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში გაწნული სილის გამო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პოლიციის მიმართ ძალადობასა ან წინააღმდეგობაში ცნო დამნაშავედ და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამაღლობელის ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. პროკურატურა კი მოითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალოს და მზია ამაღლობელი დამნაშავედ პოლიციელზე თავდასხმაში იქნეს ცნობილი. პროკურორ თორნიკე გოგეშვილის მტკიცებით ამაღლობელის ქმედება პოლიციელზე თავდასხმა იყო და არა წინააღმდეგობა. ბრალის ამუხლით გადაკვალიფიცირების შემთხვევაში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თავად ჟურნალისტი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. დღევანდელ პროცესზე მას მოსამართლის გადაწყვეტილებით პირველად მიეცა შესაძლებლობა საბრალდებო სივრციდან შუშის საყნიდან გამოსულიყო და ადვოკატების გვერდით დამჯდარიყო. პროცესების მიმდინარეობისას მზია ამაღლობელი საბრალდებო სკამზე არასდროს მჯდარა. ვერაფრით ვეგუები მსჯავრდებული სტატუსს, თუმცა სასამართლომ სილის გაწვნისთვის სისხლის სამართლის დამნაშავედ მცნო. სილის გაწვნა არც თავდასხმაა და არც წინააღმდეგობა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საპატიმრო სასჯელი მომცა, 2 წლით გამიშვა ციხეში. არსებობს ალბათ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის, ამ სასჯელისთვის მადლიერი უნდა ვიყო, იმიტომ რომ ეს ადამიანები ალბათ ადარებენ ბატონი პროკურორის ბრალდების სასჯელს, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ მოცემულობაში თვლიან, რომ მადლიერი უნდა ვიყო. მათ მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალსა და სამართლიანობასთან. ჩემი პატიმრობა არის რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ ვიცი რამდენად გამოუვა სასამართლოს ის, რომ ჩემგან საშიში კრიმინალი შექმნას. არა მგონია ეს გამოუვიდეს. არა იმიტომ, რომ მართლაც არ ვარ საზოგადოებისთვის საშიში. უბრალოდ იმიტომ, რომ ქმედება, რომელსაც ბრალდება ეფუძნება, ეს არის ადამიანის თანდაყოლილი თვისება, ბუნება, ემოცია, რაც გაქვს შეურაცხყოფაზე და დამცირებაზე. მე მჯერა, რომ დღეს თუ არა ხვალ, ჩემს საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ჩამოშორდება. და მჯერა იმისაც, რომ აქ საქართველოში თუ არა ჩვენს ევროპულ ოჯახში, იქ სადაც მოსამართლეები პატივსცემენ კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და არა მარტო ამ საქმის, არამედ ყველა პოლიტპატიმრის საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი, თუ მოსამართლეები იქნებიან სამართლიანები, სინათლე არ უნდა ჩაქრეს. სააპელაციო სასამართლოს პირველ პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და საქმეს დაურთო ცნობები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ და ასევე პატიმრობის დროს მიღებული საერთაშორისო ჯილდოების შესახებ. დაცვის მხარე ასევე ითხოვდა საქმეში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და იუსტიციის სამინისტროსთან მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტების დასაშვებად ცნობას. ამ წერილების მეშვეობით ამაღლობელის ადვოკატები სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში მოსამართლე ნინო სახელაშვილის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვდნენ. სააპელაციო სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა თქვა, რომ მისი აზრით ყველა მისი კოლეგა, მათ შორის ნინო სახელაშვილი, კვალიფიციური, განათლებული, დამოუკიდებელი, სამართლიანი და ეთიკურია. ჩვენ მქონდა შუამდგომლობა მნიშვნელოვანი დოკუმენტების დართვაზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მე თუ მკითხავთ, არ დააკმაყოფილა. რაღა მე თუ მკითხავთ, ვინაიდან ის ნაწილი ეხებოდა სწორედ პირველი ინსტანციის მოსამართლის ნინო სახელაშვილის დიპლო, ანუ რამდენად აქვს მას კანონით რათვალისწინებული განათლების ცენზი, რამდენად არის კანონით დადრენილი წესით დანიშნული მოსამართლე. ვინაიდან მისი დიპლომების მიხედვით ეს არ იკითხება, რომ მას აქვს სრული იურიდიული განათლება. ეს ჩვენი მიმოწერა, რითიც ვითხოვთ მისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, სწორედ იმიტომ, რომ მე ნახოთ შევაფასოთ, რა მოვიკლუიოთ, რა მოვიძიოთ, წარმოვადგინეთ სასამართლოში და სასამართლოსაც უთხარით, წესით სასამართლო უნდა დაგვეხმაროს პირიქით, იმიტომ რომ თუ უკანონო შემადგენლობამ განიხილა, ეს არის განჩენის გაუქმების საფუძველი, მაგრამ გასაკვირველია სასამართლომ თქვა დაახლოებით ამ დაგვარი პასუხი გაგვცა, რომ ჩვენ კოლეგის კვალიფიკაციას ვენდობით, რომ იუსტიციის საბჭო ისე არ დანიშნავდა, აი დაახლოებით ასეთი პასუხი გაგვცა. პროცესის პარალელურად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერებმა და კოლეგებმა აქცია გამართეს. რომ შეძლოთ დასწრება, ხალხურის დევნება, მოსმენა და ნახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქედან მოგიწოდებთ. თავისუფლება მზია ამაღლობელი. თავისუფლება მზიას. თავისუფლება მზიას. თავისუფლება მზიას. თავისუფლება მზიას. თავისუფლება პოლიტპატიმრებს. თავისუფლება პოლიტპატიმრებს. მზია ამაღლობელი სიმწრით და სასოწარკვეთით დამცირების შედეგად გაწნული სილის გამო ციხეში ყავთ 10 თვეზე მეტია და ამას ეძახით კანონის უზენაესობას, ამას ეძახით, თუ არ დგახართ ცალფეხზე,
ამას ეძახით სუვერენიტეტს, როცა პრაქტიკულად დღეს ასრულებთ არა მხოლოდ გიძინა ივანიშვილის, არამედ კრემლის პირდაპირ დავალებებს, რომლის მიზანია რომ ამ ქვეყანაში მოისპოს სახელმწიფოებრიობა, მოისპოს ყველა ჩანასახი, რომელსაც შეეძლო დემოკრატიამდე მივეყვანეთ. მედია მენეჯერის მხარდასაჭერად კოლეგები და მოქალაქეები ქუთაისის სასამართლოსთან პროცესის დაწყებამდე შეიკრიბნენ, თუმცა სხდომაზე შესვლა ყველამ ვერ შეძლო. ჟურნალისტები მოვედით, ასევე სასამართლო პროცესის დასწრების მსურველები სამწუხაროდ დაგვხვდა მანდატური კართან, ასევე დგას პოლიცია, რომელიც არ გვიშვებს შიგნით. გვეუბნებიან, რომ დარბაზი არის 24 კაციანი და შეუძლიათ მხოლოდ ამ 24 კაციან დარბაზში ჩაატარონ სასამართლო ხდომა და დანარჩენებს შიგნით არ გვიშვებენ, ვინც ახლა გარეთ ვდგავართ. როგორც ჩემთვის ცნობილია, სააპელაციო სასამართლოს აქვს ასევე დიდი დარბაზი, სადაც შეუძლია ამ სასამართლოს ხდომის გადატანა. სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ მივაღწიეთ, ანუ ვერ მოვახერხეთ, რომ შევიდეთ სასამართლო დარბაზში. რა თქმა უნდა, რაიმე დიდი იმედით და მოლოდინით არ ვართ ჩამოსული. პირველი იმედი და მოლოდინია რომ ზიას ვნახავთ, დავინახავთ მაინც, თუნდაც შორიდან და რაღაცა ხელის დაქნევას და ჩვენი სიყვარულის და მხარდაჭერის მისთვის დანახვებას და გამოხატვას შევძლებთ. 300 დღეზე მეტია უკვე, რაც მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი და ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ასე არ იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, მზია კვლავ პატიმრობაში რჩება და ეთმოთ ასე ვიტყვი, თუ კი მანამდე, ოქტომბრამდე ქართულ ოცნებას ციხეში ყავდა ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, ქართულ ოცნებას დღეს ციხეში ყავს ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი და დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის კიდევ დამატებით ძალიან ბევრ ამას ცვლის ეს დეტალი. და ძალიან ბევრ ამას ნიშნავს, რა თქმა უნდა, და სამწუხაროდ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მზიას პატიმრობით და კიდევ ბევრი ადამიანის პატიმრობით და იმ მოვლენებით, რომლის მოწმეც ვართ, სამწუხაროდ მოხდა იმ ქვეყნების რიგში, რომლებსაც არ ვიცი, წლების განმავლობაში შორიდან უყურებდით და თანაუგრძნობდით ხოლმე, მათ შორის ბელარუსი. მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად ადმინისტრაციული წესით ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის წინ დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო. რამდენიმე საათიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ირაკლი დგებუაძისთვის გაწნული სილის გამო მეორე ცისხლის სამართლის წესით დააკავეს. თავდაპირველად მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაჩენის გამოტანის დღეს 6 აგვისტოს ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის პოლიციის მიმართ ძალადობასა ან წინააღმდეგობაში იცნო დამნაშავედ და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მომდევნო პროცესი 14 ნოემბერს გაიმართება.